აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელზე კახი ყურაშვილზე ზეწოლას ჰქონდეს ადგილი. ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ დარღვევების შესაძლოა სხვა უნივერსიტეტებსაც ჰქონდეთ, ამიტომ მისი თქმით ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება მოხდა. ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით ლაშა გოცირიძე სასამართლოში სარჩელი შეტევას გეგმავს. საბჭოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. სახელმწიფოს აქვს საშუალება ამ შემთხვევაში და ბერკეტები, რასაც ის იყენებს უსამართლოდ ჩვენს წინააღმდეგ, ასეთივე ზეგავლენა მოახდინოს სხვა კერძო სასწავლებლებზე. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ კახა ყურაშვილი იყო ადრეც დანიშნული და ადრეც მოღვაწეობდა ამ მიმართულებით, არ ნიშნავს და არ გამორიცხავს იმას, რომ ისე როგორც ჩვენზე ხდება ზეწოლა და უსამართლოდ გვექცევენ, ასევე არ გამორიცხავ იმ ფაქტსაც, რომ მასზეც იყო ზეწოლა.